საქმიან საღამოს ვაგრძელებთ საერთაშორისო სიახლეებით და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიციულად კვირა არ გადის ისე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი მორიგი დახმარების პაკეტი არ დაამტკიცოს უკრაინისათვის. მიმდინარე კვირაც გამონაკლისი არ ყოფილა და პარასკევს უკვე გახდა ცნობილი ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით გამოიყოფს $500 მილიონ. ეს თანხა ცხადია მოხმარდება სრულად სამხედრო დახმარებას და ამ პაკეტში შევიდის როგორც რაკეტები, ასევე ამუნიცია, ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმები, სხვადასხვა სახის იარაღები და შეიარაღება, რაც საჭიროა იმისათვის, რომ უკრაინამ გააგრძელოს ომი წარმატებით, მოახერხოს თავისი ტერიტორიების დაბრუნება და რუსეთის წინააღმდეგ უპირატესობის მოპოვება. ზოგადად უკრაინის, ასე ვთქვათ, წინ წამოწევა და მისთვის უპირატესობის მიცემა არის ბოლო პერიოდის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ამოცანა, რადგანაც მას ძალიან ცოტა ხანი აქვს დარჩენილი უკვე თეთრ სახლში და შესაბამისად ის ცდილობს, რომ მაქსიმალურად დიდი გავლენა ჰქონდეს მას ამ ომის მიმდინარეობაზე, მის პროცესზე და საბოლოო ჯამში, როდესაც მოლაპარაკებების პერიოდი დაიწყება, უკრაინა იყოს უკეთეს მოსალაპარაკებელ პოზიციაში, ვიდრე ის ამჟამად იმყოფება. აქვე საინტერესოა ის, რომ ბაიდენი ამ ყველაფერს აკეთებს, მარტივად რომ ვთქვათ, აღმასრულებელი ბრძანების პრინციპით, რაც არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ამას აქვს ძალიან მარტივი გამართლება. თუ კი საკითხი გაივლის კონგრესის გზას, კონგრესი მოგეხსენებათ ახლა უმრავლესობაში არიან რესპუბლიკელები, შესაბამისად შესაძლოა რომ დახმარების ნებისმიერი პაკეტი იქნეს გაჭიანურებული ან საერთოდაც სრულად ჩავარდნილი. შესაბამისად ბაიდენი ესეთი პატარ-პატარა პაკეტების მეშვეობით ცდილობს უკრაინის დახმარებას და ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ მომდენო 2 თვის განმავლობაში დაახლოებით რა პერიოდის მას აქვს დარჩენილი, ბაიდენს შეუძლია დამატებით $5.5 მილიარდი გამოყოფა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება. ამჯერად ამ მაჩვენებელმა მიაღწია $367 მილიარდ, რაც არის 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელი შარშანელთან შედარებით. ბიუჯეტის დეფიციტი ნიშნავს სხვაობას დანახარჯებსა და შემოსავლებს შორის, რომელსაც ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტი განიცდის, რაც ნიშნავს, რომ $367 მილიარდით მეც ხარჯავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ვიდრე გამოიმუშავებს გადასახადების და სხვადასხვა ტიპის შემოსავლების სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკას იმისთვის, რომ იქფუნქციონიროს, გამართულად სჭირდება დიდი მოცულობით საგარეო ვალი. საგარეო ვალიც ისტორიულად მაღალი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც რეკორდულ $23 ტრილიონ აღემატება. ეს არის ყველაზე დიდი ვალი, რომელიც ქვეყნებს შორის ფიქსირდება, მაგრამ თავისი არსით ეს მაინც-ამაინც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ვალის აღება არ არის არც სუდი, არც კარგი, ეს ჩვეულებრივი ნეიტრალური მოვლენაა, გააჩნია ქვეყანა როგორ გამოიყენებს და ამ ვალს და რა პირობებში აიღებს. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს ვალი ძირითადად მოდის ან სხვა ქვეყნებიდან, ან შიდა ვალის ობლიგაციების სახით, ობლიგაციები მრავალმხრივია, არის მოკლევადიანი, გრძელვადიანი, ანუ ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც მყიდველს აძლევს საშუალებას, რომ ასესხოს საკუთარი სახსრების სახელმწიფოს და მოგვიანებით დაიბრუნოს თავისი ძირით და შესაბამისად ის პროცენტი, რომელიც ამ ვალდებულებას თან ახლავს, როგორც წესი, ეკონომიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები ითვლება ყველაზე უსაფრთხო აქტივად, რადგან ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამერიკამ გამოუცხადა დეფოლტი საკუთარ სესხლზე, ან მარტივად რომ ვთქვათ, არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვალი ვერ დაფარა და მართლაც იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან სავარაუდოდ ეს გლობალურ ეკონომიკას ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს. ნამდვილად, გლობალურ ეკონომიკას შეიძლება ეს ძალიან შავ დღედ გაუთენდეს, თუ კი ოდესმე მოხდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დღე არასდროს ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილად არ დადგება, თუმცა გლობალური ეკონომიკისათვის კიდევ ერთი გამოწვევა, რაზედაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვსაუბრობთ, არის ინფლაცია, ანუ სამოხმარებლო ფასების ზრდის ტემპი, რომელიც 2022 წლის შემდეგ იქცა ერთგვარ გლობალურ პანდემიადაც კი, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ინფლაციური წნეხის წინაშე, რაც განპირობებული იყო თავდაპირველად ჯერ კიდევ კოვიდის პერიოდში დაწესებული რეგულაციებით, შემდეგ მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნით, ამ ყველაფრის ფონზე კაპიტალის გაიაფებით და ამ ყველაფრიდან უკვე ხარჯვის ისე წამოწევით, რომელმაც მიგვიყვანა ეკონომიკების ზოგან გადახურებამდე, ზოგანაც კი ისეთი ფულის მასის შექმნამდე, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ეკონომიკური გამართლება და მივიღეთ ინფლაციური ბუშტი, რომელიც ნელ-ნელა იჩუტება, ნელ-ნელა ჩამოდის ქვევით, მაგრამ მაინც ინფლაცია რჩება გამოწვევად, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გასული თვის განმავლობაში, როგორც ირკვევა, ინფლაციის დონე შეადგინა 2.7%. ეს შეიძლება საქართველოში ან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კარგ მაჩვენებლად მოგვიჩვენოს, მაგრამ ამერიკისათვის ეს არის 0.7%-ული პუნქტით უფრო მაღალი, ვიდრე
ფედის მიერ განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებელი და თანაც ეს არის 0.1% პუნქტით მეტი ვიდრე ამას ანალიტიკოსები მოელოდნენ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა თვესთან შედარებით ინფლაცია არის გარკვეულწილად გაზრდილი, ხოლო თავად ამ ზრდას განაპირობებს სეზონური ეფექტი, რადგანაც ამ დროს როგორც წესი არის ფაზაკლებების პერიოდი, ამ დროს ხარჯები იმატებს, ინფლაციაც იმატებს და თანაც ენერგორესურსები ბუნებრივად ზვირდება, რადგანაც ზამთრის პერიოდში მოგხსენებათ გაზზე და ნავთობზე მოთხოვნა პლანეტის მასშტაბით იმატებს. თუ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაცია იზრდება, იმავეს ვერ ვიტყვით ძირითადად რომ შევაფასოთ ევროპის კონტინენტზე, აგერ შვეიცარიაში ინფლაცია დასტაბილურდა 1%-ის ფარგლებში, რამაც მისცა საშუალება შვეიცარიის ცენტრალურ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისა, თანაც საკმაოდ მკვეთრად 9 საბაზისო პუნქტით, 50 საბაზისო პუნქტით, 9 პროცენტული პუნქტით შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, რაც მოსალოდნელზე მეტია, რადგან მოსალოდნელი დაპროგნოზირებული იყო 25 საბაზისო პუნქტი, ანუ 25%-ული პუნქტი. ეს არის რიგით მეოთხე ინტერვენცია, რომელიც მარეგულირებულმა წელს განახორციელა და ყველაფერი ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ სულ მალე ყოველ შემთხვევაში სურვილია ბანკისა, რომ დაუბრუნდეს ნულოვან განაკვეთს, რაც არის ის განაკვეთი, რომელიც შვეიცარიაში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, რადგან როცა იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, კაპიტალი ზვირდება და კაპიტალის გაძვირების შემდეგ შესაძლოა შემცირდეს ეკონომიკური ზრდა, რადგან კაპიტალის გარეშე, როცა სესხი ზვირდება, ადამიანები ნაკლებ ინვესტიციებს დებენ, ნაკლები სესხი გამოაქვს, შესაბამისად ნაკლებ ფული ტრიალებს ეკონომიკაში და ასე შემდეგ შეიძლება თან საბანკო სექტორს შეექმნას ამით პრობლემები და საბანკო სექტორზე დგას შვეიცარია, შესაბამისად ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი და განსხვავებული სხვა ქვეყნებისგან, ამასთან მნიშვნელოვანია შვეიცარიული ფრანკი, ვალუტა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მყარია პლანეტაზე. ნამდვილად ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვალუტაა, რომელიც წლების განმავლობაში სიმყარეს ინარჩუნებს ფაქტობრივად ყველა ვალუტასთან მიმართებით და სხვათა შორის ფრანკთან მიმართებით ბოლო პერიოდში რეკორდულად არის გაუფასურებული რუსული რუბლი, რომელიც საერთოდაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 10 წრეულიც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ეროვნული ვალუტაა, განსაკუთრებით დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს შორის. სწორედ რუსეთთან დაკავშირებით გვაქვს მორიგი სიახლე, რაც უკავშირდება მის ახალ საუკეთესო მეგობარს და საუკეთესო სავაჭრო პარტნიორს ინდოეთს, რომელიც საერთოდაც რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთს მოუწია დასავლეთის ბაზრის დატოვება, მას უნდა წაეღო სადღაც თავისი ნავთობი და გაზი და როგორც ჩანს, ორი ძალიან გახარებული და მოწადინებული მყიდველი გამოუჩნდა ამ რესურსებს, ეს იყვნენ რა თქმა უნდა ჩინეთი და ინდოეთი და ახლა ვიგებთ მორიგ სიახლეს, რაც უკავშირდება ყველაზე მსხვილ რუსულ კომპანიას, ეს არის როსნეფტი, ანუ რუსეთის სახელმწიფო კომპანია, ფაქტობრივად, რომელიც აწარმოებს ნავთობს და შემდეგ ამას ყიდის მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ჩანს, უმსხვილეს რუსულ და უმსხვილეს ინდურ კომპანიას შორის, Reliance Industries შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებს ყოველდღიურად 9 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის მიწოდებას რუსეთის მხრიდან, ხოლო წლიური გარიგების მოცულობა ამ კონტრაქტის არის დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი. ეს ამჟამინდელი ფასებით ცხადია ფასის ცვალებასთან ერთად კონტრაქტის მოცულობა ყოველთვიურად დაკორექტირდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს ამ გარიგებიდან, ხოლო ინდოეთი როგორც ჩანს მიიღებს იაფ ნავთობს, რაც პრინციპში ორივე მხარეს აწყობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორივე სახელმწიფო მოგეხსენებათ არის გაერთიანება BRICS-ში.